გრიგოლ ხანძთელის შეშემთხვევით არ მიხსენებია, ხო? აღორძინა მან აღორძინების გარდა, ხო, მისი მაგალითით ცხოვრობდა საქართველო, ხო? ეხა მეორე ამბავი მოხდა, რომ ამის მაგალითით საუკუნეებმა უნდა გაძლოს. ამ ეპისტოლეებმა, ამ ქადაგებებმა, ამ ანდერძებმა, თითოეულმა სიტყვა რა. და აუცილებლად აუცილებლად გაძლევს რა და ეხლა მე მინდა განახოთ კიდე უწმინდესის ინტერვიუ ერთ-ერთი კიდევ ერთი ანდერძი მისი, რა თქმა უნდა, რომელიც ესე ვთქვათ რუსულ ტელევიზიაც მიცა მან რა და ეს მოგიმზადეთ თქვენ და მინდა განახოთ რა. Процесс, который произошел последние годы, это была большая ошибка с одной и с другой стороны. Мы были и должны остаться добрыми друзьями и братьями. И надо во что бы то ни стало восстановить добрые отношения между Россией и Грузией. И это нужно делать скорее, потому что время работает против нас, против России и против Грузии. ხოდა ეხა კიდე ერთი მეორე ვიდეო მინდა განახოთ, უბრალოდ ეს არ ვიცი, ნახეთ თქვენ თვითონ და შეაფასეთ. Любовь – это полная самоотдача. На грузинском языке имеются слова, выражающие любовь, щеничеримая. Это значит, что я беру все беды твои на себя. Или Шенгенацвали. Я во время испытаний я заменю тебя. Любовь, она обширна и необъяснима, как необъясним сам Господь. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა პირველ რიგში უფალს, რომ ამ ადამიანთან შეხება მქონდა და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოგვივლინა ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ ადამიანთან ერთად ვიცხოვრეთ ყველამ ერთად. ეს არის ჩვენთვის ყველაზე უფრო დიდი ბედნიერება, ყველაზე უფრო დიდი მაგალითი, იმიტომ რომ თაობებს უცხოვრიათ საქართველოში ესეთი ადამიანების გარეშე. ესეთი ადამიანები ალბათ 1000 წლეულებში ერთხელ იბადებიან რა, შეიძლება არც კი რა და დიდი მადლობა უფალო რომ ეს ადამიანი იყო ჩვენთან, ჩვენ გვერდზე ცხოვრობდა, უყვარდით, ჩვენც გვიყვარდა, ეს არ იყო რაღაცა მიუღწეველი ადამიანი, ეს იყო ჩვეულებრივი პატარა ბავშვივით ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ესე ვთქვათ ის ქონდა რა ქვია ესე ვთქვათ მასშტაბები ქონდა რა, აზროვნების ძალიან დიდი მასშტაბები, თითქოს აი ამ მასშტაბურ ამ შორსმჭრეტელობასთან ერთად ამ ყველაფერს ახლდა ძალიან მაგარი უბრალოება და ძალიან მაგარი, ძალიან ბავშვობა რა. ეს იყო რაღაც გენია, რომელიც დიდი მადლობა რომ იყო ჩვენთან ერთად.